თბილისში ტრამვაის აღდგენა იგეგმება ის დიდი დიღმიდან მეტროსადგურ დიდუბემდე იმოძრავებს. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა დღეს კახაკალაძე, მან ორი ახალი საბაგირო გზის მშენებლობაც დაანონსა. აღინიშნა, რომ მოეწყობა მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ასევე ვაზისუბნისა და მეტროსადგურ ისნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. დემონტაჟი გაუკეთდება მეტროსადგურ სამგორისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგიროს და მის ნაცვლად ახალი საბაგირო აშენდება. მოეწყობა მეტროსადგურ სარაჯიშვილისა და ზღვისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 4 სადგურიანი საბაგირო დღეში დაახლოებით 22,000 მგზავრს მოემსახურება. იგეგმება ასევე მეტროსადგურ ისნისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს მეტროსადგურ ისანთან დააკავშირებს. აღნიშნული საბაგირო 5 სადგურიანი იქნება, 5 გაჩერება იქნება და დღეში დაახლოებით 35,000 მგზავრს მოემსახურება. დემონტაჟი ჩაუტარდება მეტროსადგურ სამგორისა და ვაზისუბნის დამაკავშირებელ ძველ საბაგირო გზას, ხოლო მის ნაცვლად ახალი საბაგირო გზის პროექტი მოეწყობა და განხორციელდება.